ეხლა მოკლედ კაი ანეკდოტის დრო არის. ეხლა რედაქტივიცავთ რაღაცეები და კაი საინტერესო ანეკდოტს, სასაცილო ანეკდოტს მოგიყვებით. მოკლედ სიტუაცია შემდეგი რა. ერთი კაი სიმპათიური გოგონა, რომელსაც ყავს ქმარი, მაგრამ ესეთი ქმარი, რომელიც სულ მივლინებებში აიქარიაქა, ყურადღებას არ აქცევს რაღაცა დაწვიტავს და მოკლედ გაიჩენს საყვარელს რა. სამწუხარო ფაქტია, მაგრამ გაიჩენს საყვარელს და მაგის თქვა ქმარი წასულია საზღვარგარეთ მივლინებაშია. იცის რომ წასულია და კაი ხანს კარგი პერიოდი, თქვა ერთი კვირა, ორი კვირა იცის რომ არ ჩამოვარდა სახლში, გაბადიჟებს ამ საყვარელს და მოკლედ აქეთ-იქით რაღაცა გააკეთებს უფრას რომანტიკა, შამპანური რამე რაღაცა აქეთ-იქით და მოკლედ შეუბერავენ ჯიგრულად აქეთ-იქით და ამ დროს ზარია კარებზე ზარია და ახედავს ეს სოლი ამ ჭრუჭანაში გლაზოკში და მოკლედ ქმარია მოსული რა, მოხდა ისე რომ ეს ქმარი ასე ვთქვათ ადრე დაბრუნდა მივლინებიდან და არის ერთი ამბავი მოკლედ რა მეშველება დაეცა ეს გოგო მუხლებზე და ლოცულობს მერთო მიშველი ოღონ აი ამ სიტუაციას გამომაძვრინეო, გადამარჩინეო და არ ვიციო რა მიშველეო დამეხმარეო წყარით, იმიტომ რომ ამ საყვარელს სავარაუდოდ ვერსად ვერ დამალავს და ჩაიწვებოდა და არ იცის რა გააკეთოს, მოკლედ აკაკუნებს ლოცულობს გამწარებული და აკაკუნებს ეს მოკლედ ეს ქმარი და ეს ლოცულობს და ნუ უკვე სხვა გზა არ ექნება და აიღებს და გაუღებს იმას რა ქვია კარებს. შემოვა ეს ქმარი და შემოვა ისე აქეთ-იქით და საყვარელი ყავს საძინებელში და всё ცუდათაა და ამ დროს მოკლედ ეს ცოლი გახდება ისე ინერვიულებს და ისე განიცდის და ისე ინერვს რომ გაითიშება გონებას დაკარქავს და всё და ეს ქმარი მოკლედ იქვე შემოსასვლელშივე დაკარქავს ეს ცოლი გონებას აიმე და ეცემა ძირს და ეს ქმარი რეკავს არიქა სასტრაფო და სახშიც კი არ შესულა შიგნით და მოკლედ აი ამ მოვა სასტრაფო ამ ცოლს, გულშეწუხებულ ცოლს წაიყვანებენ ავადმყოფოში რაღაც გულის შეტევით, იქით უმკურნალებენ ახლა დარჩება და ეს ქმარიც სახშიც არა უბრალოდ მოხურავს კარს და გაყვება იმ სასტრაფოს არიქა და ეს ცოლი გაახლის თვალებს და ხედავს რომ კლინიკაშია, ქმარმა არაფერი არ იცის და გადარჩა და არის короче ბედნიერი უხარია რომ აი როგორც იქნა გადავრჩი სიკვდილს ქმარი ალბათ დამრიდაოდა და ასე შემდეგ და ერთი ამბავი იქნებოდა და ამ დროს გამოწერეს ეს ცოლი კლინიკიდან გავიდა სახლში, ну რა თქმა უნდა ეს საყვარელი გაიქცა და გაიქცა რა გავიდა იმ სახლიდან მოკლედ არ დაფიქსირდა და ასე შემდეგ ქმარი ვერ მიხვდა და ყველა ბედნიერია ასე ვთქვათ. ну ერთ მშვენიერ ღამეს ამ ცოლს დაესიზრა სიზმარი, გამოეცხადა რაღაცა პიროვნება და ესე შენო რომ ილოცეო ჩვენო ერთმა შეისმინა შენი ლოცვაო და სიკვდილს გადაგარჩინაო, მაგრამ იცოდეო რომ შენო უფრთხილდი წყალსო რა. წყალსო, იმიტომ რომ შენო მოკვდები წყლითო რა. აი ეგ იცოდეო, აი всё, ეგ არის შენი საჯელი რომ წყალი და შენ არანაირი ურთიერთობა არ უნდა გქონდეს. ანუ შენთვისაა წყალი საშიში და ეს ცოლი მოკლედ არც იბანს მარტო ესე დასველებულ პირსახოთ წაისმევს რაღაც დუხები ეშინია წყლის ეშინი არც აბაზანაში შედის არც ვანაში ფიქრობს ან ფეხი არ ამიწდეს ან წყალი ან რამე არ გადამწდეს აი წყალსაც კი აი კლუპ-კლუპებით შავს აი ასე ვთქვათ პიპეტკით რამის რა ესე დღეში არა ეშინია წყლის და ამ დროს
რაღაც იყიდა ლატარეის ბილეთი რაღაცა იქეთ ახეთ და ისევე რა თქმა უნდა გააგრძელა საყვარელთან ურთიერთობა, მაგრამ ისე რა რომ აი ქმარმა ვერ სადღაც მიდიან შორს, რაღაც სასტუმროში ხვდებიან და ასე შემდეგ და ერთხელაც აი ამ ცოლს ურეკავენ, გამარჯობა, ჩვენ ვართ ეს კომპანია, ლატარეის კომპანია, თქვენ მოიგეთ საგზური, გილოცავთ ორი ადამიანისთვის, მოიგეთ საგზური. გახარებულია ეს ცოლი, ვაიმე რა მაგარია საგზური, მოვიგეთ იმ საყვარელს ეუბნებს, ჩვენ ერთად წავალთ, რომ ქმარი მაინც ქმარს არ ვეტყვიო, რაღაც მოვიგონებთ, ერთად ვიქნებითო და მაგრამ მოიციო რომ არისო, რომ მივა უნდა გააფორმოს ეს საგზური, რაღაცა კითხულობს, რაღაც მოგებულ კონტრაქტს, რომ ეს თქვენო საგზური მოიგეთო, ორ ადამიანი ჩააკვეტა ეს საყვარელი, მაგრამ იქ უთხრა რომ ვითომ მეუღლეა და მოატყვა და ასე ვთქვათ და არავინ არ იცის იქო ვინ რაც გაიგებსო საზღვარგარეთო და მოკლედ, ოღონ ერთი პრობლემაა რა. საგზური მოიგეთო, მაგრამო კრუიზი არისო რა, გემის კრუიზი არისო, წალში უნდა გავიდესო სადღაც, უნდა იმოგზაუროს რაღაც ქვეყნებში, ამ გემმა იცურაოს, რაღაც სრუტეებში გაიაროს, აუ გაგიჟებულია ეს გოგო მოკლედ. ცოლი აუ ესო კრუიზზე ყოფილა, მე უკიდევ გამაფრთხილეს რომ წყალთან, აი საყვარელი უნდა კი, მაგრამ შეხება არა გაქვს, გემზე ხარო რა და რა შუაშიაო რა, ისო ზღვა არისო, ოკეანე არისო და ყველაფერი კარგად იქნებაო რა, ეხლა ხო არ ცურაობ ეხლა იმ გემზეც აუზი არისო, მაგრამ იქ ნუ ჩახვალო რა და კაი დათანხმდა მოკლედ და გავიდნენ რა, 1000 კაცია გემი, 1000 ადამიანია მოგზაურები არიან, მიცურავენ აქეთ იქით, აუზიც არის, მაგრამ ეს გოგო ცოცხალი თავით არ ჩადის ამ აუზში, იმ აუზშიც არავინ არ ჩადის აქეთ იქით და მოკლედ რაღაც ესე 10 დღე მიცურავენ, ერთი თვე უნდა იცურავოს მოკლედ ამ კრუიზმა გემმა, 10 დღის მერე ბაბა ახდა ეს შენი საკრუიზო გემი რაღაცა შეასკდა და მოკლედ შეეჯახა და როგორც ტიტანიკი შეეჯახა ეს დროს, აი ესე მოვიდა რაღაცა შეეჯახა და წინ მოკლედ ცხვირი მომტრეული აქვს, წყალი შედის, ეს საკრუიზო გემი იძირება და ამ დროს ეს გოგო გაგიჟებულია რა, იძირება და შუა ოკეანეში არიან და დაეცემა მუხლებზე და ვაიმე ღმერთო, მიშველეო კიო, წესითო მეო წყალში ალთან შეხებაში უნდა დავიღუპო და ასე შემდეგო კიო გამაფრთხილეო ყველაფერი. მიშველეო ეხლაო, აი ჩემ გულისთვისო ეხაო. 1000 კაცი ვართ მე მარტო რა, ჩემ გულისთვისო 999 ადამიანს ხო არ გაუშვებო თავის კაპიტნიანათო იმაშიო სკერზეო და ხო არ მოკლაო და ასე შემდეგ და ამ დროს იყო ძალიან ესეთი ასე ვთქვათ წვიმის ღრუბლები, შტორმი და ასე შემდეგ და ეს ღრუბლები იწევა აქეთ-იქით, ღმერთი ეცხადება და ხმა ისმის იქიდან. შენ არიციო, აი ამ გოგონას ეუბნება ღმერთის სიტყვები ისმის ესე რომ იქიდან ხმა ისმის მოკლედ ზეციდან რომ შენ წარმოდგენა არა გაქვს 3 წელი დამჭირდა რომ თქვენაირი გარყვნილი ხალხი ერთ გემზე შემეგროვებინაო. გარყვნილიო, ანუ ვისაცო საყვარელი ყავსო, ვისაცო ეს ცხოვრობსო, მრუშათო და ასე შემდეგ. 3 წელი დამჭირდაო რომ თქვენ ყველაო ერთ გემზე შემეგროვებინეთო. ეს არის ესეთი ანეკდოტი არის.